დღეს ჩვენ ყველანი ვართ ბედნიერები, იმიტომ რომ ჩვენ საფუძველს უყრით ელექტრონული სპორტის, როგორც ოფიციალური სპორტის სახეობის დაფუძნებას. ელექტრონული სპორტი ეს არის ყველაზე დიდი აქტივობა, რაც კი რამე თანამედროვე მსოფლიოში ხდება. საქართველოში სამწუხაროდ ესეთი სტერეოტიპი არის გაბატონებული, რომ ელექტრონულ სპორტს უყურებენ როგორც რაღაც არასერიოზულ დროის ფლანგვას, ანუ არასერიოზულ აქტივობას. დღეს ჩვენ გვინდა დავანგრიოთ ეს სტერეოტიპი და დავანახოთ ხალხს და ჩვენი ქმედებით თუ რამდენად სერიოზული საქმიანობაა და რამდენად კარგი გართობის, თანამედროვე გართობის სახეობა არის ელექტრონული სპორტი. აქამდე სტარდებოდა საქართველოს ჩემპიონატები, მაგრამ ესეთი მასშტაბური მე პირადად არ მახსოვს და თან ამდენ კატეგორიებში. როგორც ნახეთ, სხვა ხალხია მოსული და ეს არის ისტორიული მომენტი საქართველოს კიბერსპორტის ისტორიაში, იმიტომ რომ ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ საქართველოში საერთაშორისო დონის ესეთი ღონისძიებების ჩატარებას. იმიტომ რომ ეს ხალხი არ გაჩერდება. ეს ტურნირი ტარდება ილიაუნის და ილიაუნის Game Lab-ის ორგანიზებით. ყველაფერი ანუ ორგანიზებას უწევს თვითონ Game Lab-ის ხალხი, ვინც მუშაობს აქ. ჩემი ჩათვლით და ილიაუნი გამოყოლს ხარჯები თვითონ რომ ეს ჩატარებული იყო კარგად და თან პირველია ეს საქართველოს ესეთი არ ყოფილა. აქამდე Game Jam-ის ფარგლებში ვატარებდით პატარა ტურნირებს. ეს იმდენად პოპულარული იყო და მოთხოვნა იმდენი იყო, როდესაც განაცხადს ვაკეთებდით, რამოდენიმე წუთში ხდებოდა რამოდენიმე საათში გვხდებოდა დახურვა, იმიტომ რომ იმდენი გუნდები ითხოვდნენ დასწრებას. ამიტომ გადაწყვეტეთ ცალკე ჩაგვეტარებინა პირველად ჩვენი IGDA-ის სახელით, ილიაუნის და Game Lab-ის სახელით პირველად ჩაგვეტარებია ესეთი ივენტი. და როგორც ხედავთ, ყველა მოვლენით გადააჭარბა ხალხის რაოდენობა. ჩვენ დაუკავშირდით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ატარებენ ჩემპიონატებს მთელ მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენ საქართველოში ჩავატარებთ ისეთ ჩემპიონატებს, რომლებიც ლიცენზირებული, ავტორიზებული იქნება საერთაშორისო დონეზე. და უახლოეს პერიოდში ჩვენ გვინდა რომ აქ ჩატარდეს ისეთი ჩემპიონატები, რომლებიც აერთიანებს საერთაშორისო აქტივობას და საქართველო გადაიქცეს რეგიონალურ ცენტრად ამ ელექტრონული სპორტის. დაიწყება ტურნირები Counter-Strike-ში, Dota 2-ში და Hearthstone-ში. მომავალში, რა თქმა უნდა, სხვა თამაშებსაც ვაპირებთ, იმიტომ რომ საქართველოში ბევრი პროფესიონალური მოთამაშეა, რომლებიც ინდივიდუალურად იღებდნენ სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობას. დღეს მას საშუალება აქვთ, რომ აქ საქართველოში მაღალი ხარისხის ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა და გამოიჩინონ თავი. ტურნირი ჩატარდა Blizzard-ის გამოშვებულ თამაშ Hearthstone-ში, რომელიც თავის მოიცავს ინტელექტუალურ სტრატეგიულ თამაშს, რაც ანვითარებს მოთამაშეში ისეთ სკილებს, როგორიც არის სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღება, დროის სწორად გამოყენება, დაგეგმარება და ასე შემდეგ. ასეთ ტურნირები ცალსახად წინ წაწევს ქართულ გეიმინგს, იმიტომ რომ არავინ არ მოელოდა საერთოდ, რომ ასეთ ახლად გამოშვებულ თამაში შედარებით Dota-სთან და Counter-თან შედარებით ამდენი სურველი იქნებოდა მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად კლასიც. ანუ ცალსახაა რომ ეს დისციპლინა საქართველოში განვითარდება და წინ წაწევს თვითონ გეიმინგს. საკმაოდ საინტერესო თამაშები იყო. ბიჭები ნამდვილად კარგად თამაშობენ საქართველოს დონისთვის. საკმაოდ კარგი კონკურენცია არის. რა ვიცი, აი, ყველას ეთყობა რაღაც ის ერთთვიანი წვალება, ის რომ დაანონსდა ეს ჩემპიონატის თარიღი, ის ერთთვიანი რაღაც, ანუ ინტერნეტშიც დაიწერა ძალიან ბევრჯერ ბიჭებსაც მიმოწერებით, ყველაფერი გარკვეული იყო იმით, რომ ეთყობათ მოთამაშეებს თავიანთი სკილი, ეს რო ვთქვათ, დონე. რაც შეეხება Game Labs, ძალიან კარგად გაუწევს ორგანიზაციას, ძალიან კარგი კოლექტივია, მაყოფილები ვართ. მე ვარ ლაშა უსნაძე. დღეს ვლაპარაკებთ Dota-ზე, არის ძალიან ინტელექტუალური თამაში, იმიტომ რომ შეიძლება მოთამაშე მიიღოს პროფესიონალურ მოთამაშე, რა თქმა უნდა, მიიღოს წამის მიასწრეთში ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება შეცვალოს საერთოდ თამაშის ცვლილობა. ნუ რო შევადაროთ, არის ინტელექტუალური თამაში, შეიძლება ჭადრაკსაც შევადაროთ, თუმცა წარმოიდგინეთ ჭადრაკი, რომელშიც დრო გაქვს ძალიან ცოტა, უნდა მიიღო გადაწყვეტილება ძალიან მალე და არა მარტო შენ. აი ესეც არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ
ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დოტას. ანუ შენ არ ხარ მარტო, შენ ხარ დამოუკიდებელი შენს დანარჩენ 4 გუნდის წევრზე და ისინი არიან შენზე დამოუკიდებელი. ამიტომ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს თამაში არ არის მხოლოდ თამაში, ასევე ანვითარებს თუ როგორ უნდა მოიქცე ადამიანი სხვებთან ერთად. უნდა კარგად რომ ისწავლო გუნდური თამაში, როგორც გუნდმა ისე მიიღოთ გადაწყვეტილები და რა თქმა უნდა ამ თამაშს ანუ ვინც ამას თამაშობს აქვს უზარმაზარი პერსპექტივა რომ გახდეს უფრო პოპულარული და წავიდეს წინ. ნუ ეს ამიდან რა თქმა უნდა ჰაერიდან ამას არ ვამბობ. დაახლოებით 2009 წელს მე უკვე დოტაში წამოვიდა სერიოზული ჩემპიონატები, რომელიც უცხოეთში ტარდება. მაგალითად, გეტყვით 2014 წელს ჩატარდა ანუ სოფლიო ჩემპიონატი დოტაში The International 2014 ასე ქვია და საპრიზო ფონდი შეადგენდა $10 მილიონ. $10 მილიონი. რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე ვინც გავიდა დაახლოებით 5 მილიონი წაიღო და ასე. $5 მილიონი წაიღო ჩემზე ასაკით პატარა ხუთმა ბიჭმა, ასე ვთქვათ. ნუ აქ ზედმეტია იმას ლაპარაკი, რომ ვიღაცამ თქვას არაპერსპექტიულია. ძალიან პირიქით, თუ რამე საქმეში ხარ კარგი და შეგიძლია ეს საქმე აკეთო, მე იმის მჯერა, რომ ადამიანს შეუძლია ამ საქმეში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს და ეს არის ერთ-ერთი მაგალითი. საქართველოშიც რაც უფრო განვითარდება და სპონსორები დაეხმარებიან მოთამაშეებს, რომ გამოჩნდეს ესეთი ხალხი, ვინც აიყვანს ამათ და ავარჯიშებს, ისინი მიაღწევენ წარმატებას აუცილებლად და ხუთში რაღაცა დონეს დაიჭერენ რა. ეგ არის რომ საქართველოში უბრალოდ ჯერ კიდე ერიდება ხალხი იმას, რომ მაინც ხალხი ფიქრობს, რომ საბავშვო თამაშები ბავშვებისთვის არის და ასე შემდეგ და არ არის სოფლიოში სპორტად აღიარებენ უკვე და აპირებენ რომ რაღაც თამაშების შეტანას ოლიმპიურ თამაშების სიებში. მოთხოვნა დიდია, როგორც ხედავთ, ახალგაზრდები და თითქმის ყველა ასაკის ადამიანი ერთვება და ძალიან ხალისიანად ერთვება და იღებს მონაწილეობას ესეთ ივენტებში. ამიტომ ამის გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალია. ამ დროის განმავლობაში გავიცანით ძალიან ბევრი პროფესიონალური მოთამაშე, გეიმ დეველოპერები და არტისტები, ასე რომ საქართველოში ძალიან მალე ეს ინდუსტრია აფეთქდება. სულ რამოდენიმე თვის ამბავი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი. ელექტრონული სპორტით გატაცებული ადამიანები ძალიან კარგად უგებენ ალღოს ელექტრონული თამაშების წარმოებას. და ელექტრონული თამაშების წარმოებაში გადასული ადამიანები არიან სწორედ ძალიან წარმატებული დეველოპერები და სხვა სტატუსით ელექტრონული თამაშების წარმოებაში. ჩვენ ილიანის კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია სწორედ ასევე ამ პრეცედენტებსაც ხელს უწყობს. და დღეს ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენ გამოფენაზე გამოგვაქვს ის ნამუშევრები, ის პროტოტიპები, რომლებიც შექმნეს სტუდენტებმა, რომლებიც ელექტრონული სპორტით არიან გატაცებულები და თან დაიწყეს უკვე ელექტრონული თამაშების კეთების შესწავლა. ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება რამოდენიმე კურსი, რომლითაც ელექტრონული თამაშებით გატაცებულ ადამიანებს გადავამზადებთ როგორც ელექტრონული თამაშების მწარმოებელ ადამიანებს. ეს ინდუსტრია არის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და ფაქტიურად ყოველ წელს ინდუსტრიის შემოსავალი ორმაგდება. ამიტომ ეს მოუტანს ის, რაც მოუტანა მაგალითად ფინეთს, რაც მოუტანა პოლონეთს და შეგიძლიათ ნახოთ ამ ქვეყნებში ამ ინდუსტრიებმა რა გამოიწვია. სამუშაო ადგილები, თითქმის ყველა პროფესიის ადამიანის დასაქმება შესაძლებელია ამ ინდუსტრიაში, განათლება, საერთაშორისო ტურიზმიც კი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საერთოდ ესეთი დიდი დონის ღონისძიებები რო ტარდება, როგორც წესი, ბევრი ადამიანი ჩამოდის ქვეყანაში.